სრული სისულელეა. ხო, მე მომწონს. მაგარი ფილმია. მაგრამ ეს სულად არ შეესაბამება სიმართლეს. მაგალითად, როგორ შეიძლება მანქანის აჩქარება დროში გადასაადგილებლად? ეს ფანტაზია. რა თქმა უნდა, ეს რეალურ ცხოვრებაში არ ხდება. გონია ვინმე უკვე შეამოწმა ეს? რა მოხდება თუ არა? ეს უნდა გავაკეთოთ. დედა არა, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით არაფერი გვითხოვია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ თქვენგან კარგს არაფერს არ უნდა ველოდო. მაგრამ ჩვენ უბრალოდ გვინდოდა შენი მანქანის გასაღები გვეთხოვა. ალბათ არა მხოლოდ გასაღებები, არამედ მანქანაც. კარგი, ეს დეტალებია. კარგი, ცეცხლს არ წაუკიდებთ. გაყიდვას ან რამებს გავს არაპირებ, ო? არა. კარგი, მაშინ აიღედანს გონია, რომ მანქანაზე ცეცხლის საკიდება ყველაზე ცუდი რამეა, რაც შეიძლება რომ გავაკეთო. და ასე იფიქროს, ჩვენთვის უკეთესია. ვალდემარი კარგი, დროა ეს სულელური კინომითი დავამსხვრიოთ. მე ვმართავ მანქანას, ხო? თუ მანქანის აჩქარება გვინდა, მაშინ კი, მაგრამ თუ მისი დამუხრუჭება გვინდა, მაშინ მე შემიძლია. არა, მითების გადამოწვევის ხასიათზე ვარ და არა საავადმყოფოში ერთი ღამის გატარების. მზად ხართ შეამოწმოთ, რისი გაკეთება შეუძლია ტანიას მანქანას? და ასევე ის თუ რა შეუძლია ჩვენს ვესტიბულურ აპარატს. წარმოვიდგინოთ, რომ ეს დელორიანია და ჩვენ მაგარი ბიჭები ვართ. შეიკარით უსაფრთხოების ვედები, ახლა დაცხება. კარგი, მზად ხარ? კი. კარგი, და რა სიჩქარეა? 120 კმ/სთ. და ახლა? 130. და ახლა? 160. და ახლა? ახლა კი მანქანიდან გადმოგაგდებ, თუ პირს არ დახურავ. ტვინის აიღეთ. თითქმის 180. ღმერთო, ახლა მთელ ჩემ გუშინ წინდელ ვახშამს ნახავთ. გააჩერე. კარგი, რატომ ყვირით ასე? კიდევ ერთი წუთი და დავიწყებდი თქვენთან დამშვიდობებას. კარგი, და პირადად მე საერთოდ არ მეშინოდა. რა თქმა უნდა, შენ ყველაზე ხმამაღლა იყwire. კარგი, და რისთვის იყო ეს მოგზაურობა? პირველ რიგში ვესტიბულური აპარატი სტაბილურად მაქვს და მეორეც მითი დაინგრა. მიწა. მისმინე, ჩვენ მხოლოდ ერთი კინომითი გავანადგურეთ. ისეთი დაკვირვებული ხარ. როგორც ჩანს, მესმის, რისი თქმაც გსურს. ბევრი მათგანის შემოწმება 24 საათში შეგვიძლია. აი, ზუსტად. მოიცადე. კინოს მითების დამსხვრევას გვთავაზობ? გადაწყვეტილია 24 საათი ვამსხვრევთ კინომითებს. წავიდეთ? ნიკო, სად მიყავართ? რა საყვარელი ხარ? გადაწყვიტე გარეთ სანთლის შუქზე რამაზი ვახშამი გაგვემართა? მოულოდნელი მზრუნველობის მომენტი. კარგი რა, მირჩენია ვალდემარი შავი სიიდან ამოვიღო, ვიდრე თქვენ ვახშამი მოგიმზადოთ. ეს რისთვისაა მაშინ? სუფრის გადასაფარებლის მით შევამოწმებთ. ნანახი მაქვს. სუფრის გადასაფარებელი ისე უნდა გამოწიო, რომ ჭურჭელი არ დაგივარდეს. ეს მოხერხებულობასა და სიზუსტეს მოითხოვს. მე ორივე მათგანი განუზომელი მაქვს. მოდი, ნუ ვიტყვით, რომ ეს დედაჩემის საყვარელი ჭურჭელია, რომელიც მემკვიდრეობით ერგო. კარგი, რა თქმა უნდა. სულელური კინომითი, მაშინ ვიაშკარა იყო, რომ არ გამოვიდოდა. იქნებ ვიღაცას ხელები არასწორი ადგილიდან გაეზარდა. შენს ცადე ჭკვიანო. გოგოები, საჭმელი და სამზარეულო აშკარად ჩემი სტიქია. ეს ჩემს სისხლშია. ასე რომ მეს გამომივა. კარგი, გამოვიდა? ჭკვიანო. ეს იმიტომ ხდება, რომ ჭურჭელი ცარიელია, თუ რამე საჭმელი იქნება, ბოგდანი არასდროს არ დააგდებს. ძალიან სასაცილოა. თავად სცადე. რა უნდა ვცადო? შენ უბრალოდ სწრაფად და პროფესიონალურად უნდა იმოქმედო. და ახლა ძალიან მაგარი იქნებოდა იმის შემოწმება, ცოცხლდება თუ არა პერსონაჟი მოგვისთანავე. ფიქრობ, ეს პრობლემური იქნება. აუხსენი ეს ტანიას, სასწრაფოდ უნდა გადავაგდოთ ჭურჭელი, რომ ვერ დაინახოს. ხომ არიცით მაგიდა სად წავიდა? მაგიდა? გონია სასადილო მაგიდა გარეთ გავიტანე? იჟები კი არ ვართ. კარგი, იმასაც ხომ არ იტყვი, რომ ეს რაღაც მითების შესამოწმებლად წავიღე? რას მალავთ მან? რას? ეს ჩემი საყვარელი ჭურჭელია. მართლა? იქნებ უბრალოდ ხვებია? თქვენ ეს თებში გატეხეთ. ჩემმა დიდმა ბაბუამ ეს თებში ეგვიპტელ შეიხს კბილებით გამოგლიჯა. გვაპატიეკთ ხო? ახლებს გიყიდით. ახლა თქვენი ტვინის ყიდვა უფრო ადვილია. 1-3-ისთვის. საკმარისია. ისედაც არ იყენებთ 3 ტვინს. წარმოგიდგენიათ, მარცხენა მკერდის მოძრაობა ვისწავლე. ჩვენ ინი და იანივით ვართ. მე მხოლოდ მარჯვენის მოძრაობა შემიძლია. უბრალოდ აღარ მაჩვენო, თორემ მაშინ ვეღებინებას დავიწყებ. ეს კინოს მითიცაა. არ მჯერა რომ რაღაც ამაზრზენის სანახაობების გამო შეიძლება გული აგერიოს. როგორც ჩანს აღიარებ რომ ჩვენი სხეულები ამაზრზენია. რატომ უნდა ვიფიქროთ? ეს უნდა გადავამოწმოთ და თუ სიმართლეა, გავარკვევთ გუშინ ვინ რამდენი შეჭამა. მალე მოვალ. ოპა!
რა ამაზრზენია? ჰეი, ნიკოლ, ვერ შებრუნდები. ექსპერიმენტის სისტორის დასადგენად მონიტორში გარკვევით უნდა დააკვირდე. ყველაფერი ვნახე, ამიტომ ეს არასდროს დავიწყდება. ასე რომ რამდენიმე წამი როცა გვერდით გავიხედე, საერთოდ არ მჩველის. კარგი, იცი, ფსიქიკურ ჯანმრთელობას დავიზიანებ. მე აღარ შემიძლია ამ ყველაფრის გაგრძელება. კარგი, დავასრულოთ. ჩვენი ლეპტოპიდან ვუყურებთ. ამიტომ რეკომენდაციებში მხოლოდ მუზიკები და ღებინება მექნება. კარგი, ლედი დიანას გარდა კიდევ რაღაც გექნება. ეს ტურნიკია? როგორც ჩანს, ეს წამების იარაღს წარმოადგენს. არა, მოიცადეთ. დროა კიდევ ერთი კინომითი დავანგრიოთ. რას გულისხმობთ გრევაში? მე ისეთივე მაგარი ვარ, როგორც ჯეკი ჩანი და ვან დამი. ამ ფიცარს უფრო სწრაფად გავტეხ, ვიდრე შენ სახელსიტყვი. ერთი წამი მჭირდება. კარგი, გონია რომ სანახაობა იქნება. იქნებ ბოგდანმა ეს თავით უნდა დაამტრიოს? ძალიან ზედმეტია ჟენია. ის ჩვენი მეგობარია. ეს სიყვარულით არის. იქნებ მისი თავი ამ ადგილს მოერგოს და ის უფრო ადეკვატური გახდება. კარგი, მაშინ ყველა მასე უნდა მოიქცეთ. რატომ ჩაიცვი ასე? გონია რომ ეს მეტ ძალას მოგცემს? არ ვიცი, მაგრამ განწყობა საგრძნობლად ამიმაღლდა. გაწყდა? შეიძლება უბრალოდ დაჭიმულია. მე ფიცარს გულისხმობ და არა ხეს. მან ეს ვერ გააკეთა, რადგან აქ ტექნიკაა საჭირო და არა განწყობა. საკმარისი არაა მხოლოდ დარტყმა. გვაჩვენე სწორად როგორ გავაკეთოთ. მიდი. ჩრდილოეთით. დაახლოებით იცი როგორ გააკეთო ეს, ასე რომ შეწყვიტე ეს ცირკი. ეს ფიცარი ცოტა არასწორია, ამისთვის არ არის შესაფერისი. საქმე იმაში არ არის რომ ფიცარი არასწორია, მაგრამ შენ ხარ. მე დაგაკვირდით და თქვენ მამაცები არ ხართ, გოგოები ვითხართ. ისწავლეთ გოგოებო. რა? გინდა ერთდროულად ორი დაამსხვრიო? ეს შესაძლებელი არ არის. თუ ჩვენ ერთი ვერ გავტეხეთ, მაშინ დარწმუნებული ვარ რომ ვერ შეძლებ შენს ამის გაკეთებას. კარგი, უყურეთ და ისწავლეთ. რა? ეს რა არის? შენ გოგო როგორ ხარ? ეს შინებული დარტყმა იყო. და თან რა დარტყმა? მე შენ დაგიძახებ ხოლმე ავტოფარეხების უკან ჩხუბებზე და არა ჩემს სპორტსმენ მეგობრებს. დღეს ჩვენ ფილმებიდან მითებს ვამსხვრევთ, თუმცა არსებობს ერთი დიდი არსებული მითი, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს. ამბობენ, რომ არხის გამოწერა შეუძლებელია. თუ 14 წლის არ ხარ, არსებობს მითი, რომ გამოწერის ღილაკი უბრალოდ არ მუშაობს. თქვენ აწკაპუნებთ მასზე, მაგრამ ის არ რეაგირებს. მოდი შევეცადოთ ამის შემოწმებას. ვინც ჯერ არ არის 14 წლის, სცადეთ დააჭიროთ ღილაკს გამოწერა. თუ ნაცრისფერი გახდება, კომენტარებში დაწერეთ და ასე YouTube-ის მთავარ მითს დავამსხვრევთ. არ ვიცი როგორ მუშაობს, მაგრამ ამბობენ, რომ სიმართლეა. მიდი, დააწყაპუნე მასზე და შეამოწმე. 14 წლის ასაკის პირებს არ შეუძლიათ გამოწერა. ეს მხოლოდ მათთვისაა, ვინც ჯერ არ არის 14 წლის. მითების გადამოწმებას ვაგრძელებთ. გახსოვთ როგორ ისწავლა ჰარი პოტერმა ცოცხით ფრენა? მართლა ფიქრობთ, რომ ეს მითი უნდა გადამოწმდეს? ყველა მიცის რომ ცოცხით ფრენა შეუძლებელია. ჰოგვორტსი რომ ნამდვილად არსებობდეს, ფულის სანაცვლოდაც კი არ მიგვიღებდნენ იქ სწავლისთვის. იმიტომ რომ ყველაფერი გამოგდის? იმიტომ რომ არაფერი გამოგვივიდოდა. ახლავე შევამოწმებთ, გახსოვთ როგორ აკეთებდნენ ამას? ზევით. ზევით. მიდი, ზევით. შეგიძლია ახვიდე? ზევით. მიდი, ადი. ეს მე არ ვიყავი, ეს ცოცხია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს მითი დაინგრა. მართლაც, ასე მოულოდნელად. ჩოჩხო, მარცხნივ. ეს ბურგერი ზედმეტი იყო. გეთანხმები. გზად ხართ აჩვენოთ თქვენი უნარი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ბოროტებას? რა? ადამიანური ენით გითხარით, ხო? ასაერთო აქვს სათამაშოებსა და ბოროტებას? ყოველთვის მეგონა რომ სათამაშოები კეთილები არიან. კარგი, წარმოიდგინეთ, ამ ბურთებს დიდი საფრთხე აქვს, რომლის თავიდან აცილებას გჭირდებათ. გესმით? არა. უფრო ადვილია რომ გაჩვენოთ ვიდრე ახსნა. რა? როგორ? ზუსტად, მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ასეთი რამის თავიდან აცილება. ახლავე შევამოწმებთ, ვინ იქნება პირველი მსხვერპლი? უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, რომ მე გოგო ვარ. და რა? რადგან თუ ძლიერად მესვრით, მოუკვდები. სწორედ აქ დაგეხმარება ტანვარჯიში.
არ გამოვიდა ნიკოლ. კარგი. მატრიცის მსგავსად ტყუები რომ იყოს, შენი ლეპტოპი მე დამრჩებოდა. კარგი, თავად სცადეთ. არ გამოვა. გაჩერდით, მორჩა, საკმარისია. შემდეგ ჯერზე შემაჩერებელ სიტყვას წინასწარ განვიხილავ. ბოგდან, ახლა შენი ჯერია. როგორ გააკეთე ეს? რა მოხდება თუ მე სპეციალური აგენტი ვარ და თქვენ ამის შესახებ არ იცით? ნაკლებად სავარაუდოა. ბოგდან, ახლა მითებს ვანგრევთ. სახელმწიფოს დრო არ არის. კარგი. თუ ჭიქები მოვიტანე, ეს არ ნიშნავს რომ რამეს შევჭამთან დავლევთ, მაგრამ როგორც წესი ჩვენ ამას ვაკეთებთ. არა, ახალი მითი აღმოვაჩინე. იცით როგორ იყენებენ ადამიანი ჭიქებს ფილმებში და რისთვის? როგორც რაცია მოკლე მანძილზე? კი, კაცი მაშინვე მიხვდა. ნიკოლმა ალბათ ვერ გაიგო რას გულისხმობ. რა გავიგო? თითქმის ყველაფერი უკვე თქვი და სანამ ყურადღებას არ იშლიდი, მე თოკი სწორად შევკარი. კი, ნიკოლ, ცხოვრებაში აუცილებლად კარგად იქნები. მთელი ბავშვობა ვსაუბრობდი მეზობელოლიასთან. რატომ? სახლიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა, რადგან ყველა სტილები გადასდო. როგორც ამბობენ, საზიზღარი წასული ჰქონდა. რა თქმა უნდა, უფრო ლოგიკური იქნება გაყოფა. ვიღაც ჭიქის ერთ მხარეს დადგება, მეორე კი მეორე მხარეს. კარგი. სამწუხაროა რომ სამი ჭიქის შეკვლა არ შეგვიძლია რომ ყველა თავისთვის იყოს. და ასე ძალიან გიყვარს მარტო ყოფნა? თუ სადმე შეცდომას დაუშვებ, მაშინ ნიკოლ, ჟენია და აქ ისეთი დამოუკიდებელი ჩანხარ. მე და ნიკოლი სამზარეულოში მივდივართ. ბოგდანი კი როგორც ყველაზე დამოუკიდებელი, გარეთ გავა. ბოგდან, ალო, გესმის ჩვენი? რამე ისმის? უბრალოდ რაღაც ზუზუნია. ბარდის ჭნიანია ჩემს მუსელში, რომელიც თავს მაგზნობინებს. ალო, იქნებ განგებ გამომგზავნეს გარეთ და აღარ უნდათ რომ სახლში შევიდე? არა, მათ ეს უკვე 4-ჯერ გააკეთეს ამ კვირაში, ასე რომ ეს არ მუშაობს. ზუსტად ისე არ მუშაობს, როგორც ჩემი ტვინი, როცა დედა მეკითხება, ვინ წაიღო მისი კოსმეტიკა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, თუ ეს გამოვიდოდა, ხობის მიღმა ლუდასთან საუბარს შევძლებდი. ანუ მან არ უნდა გაიგოს როგორ გამოიყურები? იმედგაცრუებული იქნება, როცა ნახავს, რომ სულად რუარცხნობიანი მოსწავლე ხარ. შესანიშნავი ვარცხნობა მაქვს. ერთი კინოს მითი დიდი ხანია მაწუხებს. რომელი? როგორ გავტეხოთ ჭიქა ხმით? ეგ? კარგი, რა პრობლემაა? ჭიქა გვაქვს, მაგრამ შეიძლება ხმასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყოს. არ ვიცი, და აუცილებელია ვოკალური უნარების ქონა? არ ვიცი, ამას გადავამოწმებთ. თავარია მაღალი ნოტების დაჭერა ვცადოთ. გამოვა თუ არა, ეს უკვე მეორე საკითხია. ამას ერთმანეთის მიყოლებით გავაკეთებთ თუ ერთდროულად? კარგი. ერთად გავაკეთოთ ეს. უფრო ხმამაღლა. მითხარით, გთხოვთ, ჯანმრთელად ხართ საერთოდ? ხანდახან სულელები არ ჩანხართ, მაგრამ ახლა რა გჭირთ? კარგად ვართ. რატომ? თუ სამი მოზარდის ჭიქაზე ყვირილი ნორმალური არის? კარგი. მაშინ უარესისთვის მომემზადები. გავაგზელოთ? ეს არ გამოვა. შეუძლებელია. მომეცი ეს. ნახეთ, მე გავაკეთე. ბავშვობაში რომელი ზღაპარი მოგწონდა? მე მომწონდა ბაყაყის პრინცესა. შეგვიძლია ეს სულელური მითი გადავამოწმოთ და ბაყაყს ვაკოცოთ. რა მოხდება თუ პრინცესა გახდება? მივარჯიშე შენს ოლიაზე. რა მოხდება თუ ის ლამაზი გახდება? სასაცილო არ არის. ის ძალიან ლამაზია. კი, განსაკუთრებით სიბნელეში. კარგი იდეაა, მითებისა და ზღაპრების შემოწმება. და რომელი მითის დანგრევას ვეცდებით? და აი, მითი ჩვენთან თავად მოვიდა. ეს უბრალოდ გუბია. ჩვენი შანსია. გახსოვთ ზღაპარი, სადაც კაცმა გუბედან წყალი დალია და თხად გადაიქცა? გუბიდან დალევას გვთავაზო? კარგი. რატომ შეიცხადე? ჩემი ძეხულის წვნიანი ხომ შეჭამე? ნაკლებად სავარაუდოა რომ უარესი იყოს. ვინ არის პირველი? ეს შენ თავად შემოგთავაზე, ამიტომ ჯერ შენ დალიე. კარგი, თქვენ ნამდვილად ისეთი ჯენტლმენები ხართ. რა თქმა უნდა, გოგოები პირველები. ამაზრზენია. თითქოს წვიმის შემდეგ ფეხსაცმელი გავილოკე. იგივენაირი ჭუჭყის გემოა. მოიცა, შენ ფეხსაცმელებს ილოკავ? ნუ მკითხავ, გრძელი ამბავია.
და რამდენ ხანს უნდა დაველოდოთ იმის გასარკვევად იმუშავა თუ არა? ამან მულტფილმში მაშინვე იმუშავა. ასე რომ ეს ნამდვილად მითია, ჩვენ თხები არ ვიქნებით. გააჩნია როგორ შევხედავთ. ძალიან ტკივა. შეიძლება თხებად არ გადავიქეცით, მაგრამ ახლა ზუსტად თხასავით ვიყვირებ. ხებინება დამეწყება, ან რამე უარესი, გუბიდან წყლის დალევა არც ისე კარგი იდეა იყო. ნიკო, სად მიდიხარ? სამზარეულოში, წვენი უნდა და დავლიო. ასევე ტკბილეულობები მოიტანე და ჩიფსები. ჩემი ვალი გაქვთ. სულადური კარადა. ნიკო, ფრთხილად იყავი. ფეხი ხომ არ დაიჭიმე? თუ ასეა, მაშინ სასწრაფოდ გჭირდება რაღაცით შეხვევა. კარგი. პირსახოც მოვიტან, დრო არ გვაქვს. მინდოდა ფილმებში როგორც იყო, ისე გამეკეთებინა. რა? ეს ღმერთო ჩემო, შთამბეჭდავად მე გამოიყურება. ყოველთვის ოცნებობდი ამის გამეორებაზე. ასე რომ ეს მითი არ არის. ის მუშაობს. ბოგდან ჯობია დასაცმელი ჩაიცვა. იცით ეს, როდესაც ფილმებში მანქანა ჩერდება და ხელით გადაატარებენ ხოლმე? მაინტერესებს საერთოდ შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება? ან საერთოდ არა? ძალიან ძლიერი უნდა იყო. ჩვენს შორის კი მხოლოდ ბოგდანს შეუძლია ასეთი იყოს. მადლობ, მაგრამ ისევე როგორც ყველგან, აქაც არამხოლოდ ძალაა საჭირო, არამედ სწორი ტაქტიკაც. მაშასე, მოდი ეს სწორი ტაქტიკა გამოვიყენოთ. მიდი, კიდევ ცოტაც. კარგი. და რა აზრი აქვს ჩვენ ტაქტიკას? რომ გადავრჩეთ, მოდი ვიყვიროთ, ფილმებში ეს ჩვეულებრივ ეხმარებათ. მიდით, 1, 2, 3. ეს სისულელია, შეუძლებელია. თუ უკვე ტანიას მანქანასთან ისედაც ახლოს ვართ, იქნებ სხვა რამე შევამოწმო? კარგი. და რა? ის, როდესაც მანქანა მიდის და ადამიანი მისდევს. შეუძლებელია. მანქანები გაცილებით სწრაფები არიან. თუ არ ვცდით, ვერასდროს ვერ გავიგებთ. დღეს ამას ვაკეთებთ, არა? ხო? კარგი, მიდი. მოიცადე ერთი წამი. უკვე ვთქვი, რომ ამ ვიდეოში რაღაც სისულელეს ვაკეთებ? არა. მაშინ ამისთვის შესაფერისი დროა. რატომ დაწოსავთ როგოყინებივით? მე ნელა მივდივარ. კარგი. თავად სცადე. საკმარისია. შეუძლებელია. ისეთი ცხელია. აღარ შემიძლია. ცხელია. მაშინ რატომ იტან ამას? აიღე ყინული და ჩაიში ჩაყარე. ზუსტად მაინტერესებს, ყინულით წყურვილის მოყდა შეიძლება? ირჩევთ შევამოწმოთ. რით დავკმაყოფილდეთ? საკმარისად დავლიე ჩაი. აღარაფრის დალევა აღარ მინდა. მართალია, ამ გზით ამას ვერ გავიგებ. მაშინ ისე უნდა მოგწყურდეს. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ენერგია უნდა დავხარჯოთ. იყავით უფრო აქტიურები, უფრო მეტი სითხის დალევის სურვილი ვექნება. კარგი. კიდევ 10 წუთი და გაქცევა მომინდება. ბავშვებო. ამის შემდეგ სასვლის გარეშე წოლაც კი არ მოგვინდება. გონი ექსპერიმენტისთვის მზად ვართ. ყინული მომიტანე. ახლა წყურვილით მოვკვდები. ჰეი, ცივია. კარგი, ჭამ, მაგრამ მაინც მსყურია. კარგი. და ყელით კივილს იწყებს. საკმარისია, არ მუშაობს. ჩვეულებრივი წყალი მომეცი. კიდევ ერთი მითი დაინგრა. შეიძლება ადამიანი დაბრმავდეს ტელეფონის ფარნის გამო? გონი ეს კინოს მითია. გამოწვევასავით ჭხერს. ვისზე ვცდით? ჩემზე, მე ისედაც არ გეცოდებით. უფრო მეტიც, ჩვენ შორის ყველაზე ფოტოგენური ვარ. დაბრმავდი? ვერაფერს ხედავ, ხო? ნუ იმედოვნებთ. ყველაფერს ხედავ. ხელები ამოიღე ჯიბეებიდან და ფული ისევ ქურთუკში ჩადე. აჰა, ასე რომ ეს არ მუშაობს. კარგი. თუ ფარნის გამო ვერ დაბრმავდები, მაშინ იქნებ ხომაღალი ხმის გამო დაყრდე? მოდი ვცადოთ. გეუბნებით, არ მოგცემთ უფლებას რომ ჩემზე გამოცადოთ. გასაგებია, ამაც არ ვაპირებ. ახლავე მოვიტან დინამიკს. არ ინერვიულო, უბრალოდ დინამიკს ყურთან მოგიტანთ და მუსიკას ჩვეულებრივზე მაღლა ჩავრთავთ. გინდა თქვა რომ მაქსიმუმ მუსიკას აუწევ და შეამოწმებ დავყრუდები თუ არა? მიდი, ბოდია, მოემზადე. კარგი, ეს ყველაფერი გამოწვევისთვისაა. ვიდეო მოგეწონებათ. კარგი. ყურის აპკი გაგისკდა? არა, უბრალოდ სიმღერა მომწონს. მისი ფავორიტი მუსიკა არ უნდა ჩაგვერთო. იქნებ ამის გამო არ დაყრუდა.
ვაუ, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ბანანის ქერქსი ასრიალება თუ არა? ხანდახან მგონია რომ წაქცევის მიზეზი არ გვჭირდება. ჩვენ ყოველთვის ასე ვაკეთებთ. მაგრამ ამას ბანანის ქერქზე გავაკეთებთ? უნდა შევამოწმოთ. მოდი, მიდი, აქ უკმინე ბანაკს. მიდი. აქ უკმინე. ისე მეტნაკლებად, მიდი კიდევ უფრო. მეტი ქერქი დაგჭირდება. მომეცით. მიდი, კიდევ გავხსნათ. ახლა ის აუცილებლად იმუშავებს. სხვათა შორის სახალისოა. მართლაც მაგარია. ეს წარმოუდგენლად სახალისოა. რატომ არ გავაკეთეთ ეს აქამდე? დედას ეს რომ დაინახა, გულის შეტევა ეგ დაემართებოდა. მართალია. მაგრამ შეუძლებელია განზრახ ფეხის აცურება და დაცემა. თქვენ გონება სულ და კარგეთ? შემთხვევით მას ეს სრიალი ნამდვილად შესაძლებელია. მე თქვენ ახლავე გაჩვენება. კიკი საკუთარ თავს იცავს. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის სახზე ხარ. მადლობა ამ ვიდეოს ბოლომდე ყურებისთვის და აუცილებლად დაალაიქეთ. და ჩვენ გავიქეცით. კარგად.